62 წლიანი სამედიცინო გამოცდილება 10,000-ობით პაციენტი, 100-ობით სამეცნიერო ნაშრომი და საერთაშორისო აღიარება. ეს იმ გზის მოკლე აღწერა, რომელიც პროფესორმა ივა ბერაძემ ქართულ ოფთალმოლოგიაში გაიარა. მას 85 წელი შეუსრულდა და ეს დღე კოლეგებთან ერთად ნიუ ჰოსპიტალში აღნიშნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 133 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ცენტრი ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. ჩვენ დავტოვებთ ამ სიუჟეტს, იუბილეს აღნიშნავს მილოცვით ჩვენ შევუერთდებით და დავემშვიდობებით ყოველდღეს მაყურებელს, ხოლო 12-ის ნახევრიდან ვიქნებით თქვენთან ერთად. დროებით, მადლობა. ოფთალმოლოგსა და მედიცინის დოქტორს პროფესორ ივა ბერაძეს 85 წელი შეუსრულდა. იუბილე კოლეგებთან ერთად იმ კლინიკის კედლებში აღნიშნა, სადაც წლებია მუშაობს და ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგთა გუნდთან ერთად ნერგავს და ავითარებს თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს პაციენტებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მისაღებად. ბატონ ივას პროფესიული ღვაწლი ძალიან შთამბეჭდავია. 10 წლების განმავლობაში ბატონ ივა იყო ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, შემდგომ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი და სამეცნიერო მიმართულების უფროსი. ბატონ ივას თაოსნობით აღიზარდა ექიმთა მთელი პლეიადა. დაინერგა სამედიცინო სიახლეები. ყავს 1000-ობით მორჩენილი და კმაყოფილი პაციენტი. ბატონ ივას აქვს სამაგალითო კარიერა, მაგრამ გარდა ამისა, ბატონ ივა არის ადამიანი, რომლის რჩევა და რომლის გამოცდილება დღესაც უაღრესად აქტუალურია. მე მინდა დიდი სითბოთი და დიდი მადლიერებით მოულოცო ბატონ ივას დაბადების დღე და უსურვო მას ჯანმრთელობა და სიხარული. პროფესორი ივა ბერაძე 6 წლეულზე მეტი ადგას ოფთალმოლოგიის განვითარების ავანგარდში. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 100-ობით სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის ავტორის, 2 საავტორო უფლებისა და 18 სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის ივა ბერაძის სახელი ქართულ მედიცინაში ოქროს ასოებით უკვე ჩაიწერა. ბატონ ივა ბერაძეს ჩემი სახელით და ჩვენი კლინიკის სახელით ულოცავთ 85 წლის იუბილეს. მისი პროფესიული კარიერა და საქმიანობა ითვლის უკვე 62 წელიწადს. ამ პერიოდის მანძილზე მას აქვს ჩატარებული მრავალი 1000-ობით სამკურნალო პროცედურა და ოპერაცია. მისი სახელი არის დაკავშირებული ძალიან ბევრ ინოვაციის დანერგვასთან, წარმატებულ აკადემიურ და კლინიკურ საქმიანობასთან. ბატონ ივა არის ცოცხალი ლეგენდა ქართული ოფთალმოლოგიის. უდიდესი პატივია მის გვერდით მუშაობა. თითქმის სულ ყველა დღევანდელი თაობის ოფთალმოლოგი გავლილია ბატონ ივას ხელში. მისი ხელდასმულია, თუ შეიძლება ასე ითქვას. აბსოლუტურად ყველა საკამათო, ყველა ესეთ რთულ შემთხვევაში დღესაც ბატონ ივას კონსულტაცია ყველაზე ფასეული და ყველაზე ღირებულია. ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იუბილეი და ჩვენ გვინდა რომ ოფთალმოლოგიის საზოგადოებამ ეს აღნიშნოთ და მიულოცოთ გული და სულით, მიულოცოთ ბატონ ივას ეს შესანიშნავი იუბილეი. ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ ჩვენ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას, წლევანდელი კონფერენცია მე-5 ეძღვნება ბატონ ივას იუბილეს. დაპატიჟებული ყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და თავია ჩვენ რაც ვაკეთებთ ჩვენი ოფთალმოლოგიური განვითარება. თავია პირველი ჩვენი ინტერესი ოფთალმოლოგების როგორც დარგის განვითარება. ივა ბერაძის სახელს უკავშირდება საქართველოში თანამედროვე მიკროქირურგიული ოპერაციების დანერგვარისთვისაც სახელმწიფოს პრემიაც აქვს მინიჭებული. არის ღირსების ორდენოსანი, როგორც საზოგადოებისგან განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მას მიენიჭა თბილისის და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქის წოდება. მისი მუშაობა საერთაშორისოდ არის აღიარებული და დაფასებული. ივა ბერაძე 10 წლის განმავლობაში ევროპის ოფთალმოლოგიის ასოციაციის წევრი გახდათ და მსოფლიოს ერთ სამედიცინო ფორუმზე გამოდიოდა მოწვეული სპიკერის სტატუსით. ეს დაწესებულება ლოქციის გეონები ჩემი მეორე ოჯახია. ეხლა რატომ მე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი თითქმის ნახევარი გატარებული მაქვს აი ამ დაწესებულებაში. ლათერად გითხრათ ისე როგორც გული შემდგება ჩემოსავზე, ისე შემდგება აი ამ დაწესებულებაზე. რა ვიცი რა შემიძლია ჩემი საქმიანობით მეც მოღვაწეობ, მამა ჩემიც აქ იყო, მეც აქ ვარ, ეხლა ჩემი შვილიც აქ არის და წამოვიდე ოჯახია რა. თან ისეთი ახლობლური წევრებიც ჩემს გარშემო
და მე ბედნიერი ვარ და პირველ რიგში კიდევ დიდი მადლობა ხელმძღვანელობას, რომ აი ესე დონეზე აიყვანეს ეს დაწესებულება. ახალგაზრდა ერთ-ერთი საუკეთესო როგორც ვთქვათ ამიერკავკასიაში მადლობის მეტი არაფერი მეტყვის ყურადღებისთვის. ყველას მიმართ და ჩემს მიმართ განსაკუთრებით კიდევ ისთვისაც დღევანდელი რიგით დიდი მადლობები და მადლიერი ვარ პირველ რიგში. პროფესორ ივა ბერაძის ცხოვრება და კარიერა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს საკუთარი საქმის სიყვარულით, ცოდნით, შრომითა და მუდმივი პროფესიული განვითარებით შექმნას ისტორია, რომელიც ახალი თაობის სახელმძღვანელო გახდება.